მოგესალმებით. ტელეკომპანია GDS და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს ერთობლივ პროექტს სახელწოდებით მედია სტანდარტი. პროექტი გულისხმობს ამერიკული ტელესერიალის Newsroom-ის ჩვენებას და დისკუსიას მედიის სტანდარტის შესახებ. ჩვენი დისკუსიები თემატურად დაკავშირებულია ფილმთან და საქართველოში არსებულ რეალობასთან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კახა ბექაური, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომისიონერი, მედია მენეჯერი, საღამომშვიდობის, დათო გოგიჩაიშვილი, ღამის შოუ სტუდიის გენერალური მენეჯერი და იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი. ჩვენთან ასევე არიან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები, მომავალი ჟურნალისტები თამთა უტიაშვილი და მარიამ უგრეხელიძე. მე ვარ შორენა შავერდაშვილი, ჟურნალ ლიბერალის გამომცემელი და მეშვიდე დისკუსიის წამყვანი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამომშვიდობის. დღევანდელი ჩვენი სადისკუსიო დღევანდელ სერიაში ძალიან ბევრი საინტერესო თემაა, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ რაღაცნაირად ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ამოგვეღო ამ სერიიდან. ეს არის, მე ვფიქრობ, ზოგადად მედია ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დილემა და ეს არის ფლობელების და ზოგადად მათი პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესების და სარედაქციო ჯგუფის ჭიდილი, ასე რომ ვთქვათ, ანუ სარედაქციო პოლიტიკისა და ფლობელების პოლიტიკის ჭიდილი. ზოგადად მედიაც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესია და ის დამოკიდებულია შემოსავლის წყაროზე, შემოსავლის წყარო მედიისთვის, რა თქმა უნდა, რეკლამა დამოკიდებულია რეიტინგზე და არის ეს მუდმივი დილემა, ხო, რეიტინგისა და ხარისხიანი ახალი ამბების კეთება, ან რეიტინგისა და შემოსავლებისა. აი სწორედ ამ თემებს უტრიალებს ჩვენი ეს მერვე სერიაც Newsroom-ის, რომელსაც დღეს განვიხილავთ და ჩვენს დისკუსიასაც ესე პირობითად დავარქვით რეიტინგის დილემა. და მოდით ვნახოთ ახლა ნაწყვეტი ფილმიდან და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი დისკუსია. სადაც ამოვა. მაბატიეთ დამაგვიანდა. კარგი, არ გეტყვით ეთერში რა გაუშვათ. ვერ გვიკარნახებ ეთერში რა გაუშვათ. ამიტომ მხოლოდ ფაქტებს გეტყვით. გასულ კვირას და გაყაჩაღეს. ხელკეთებით ქცევას. კეიზი ენტონია. ერთი წუთით მოიცადე, შესაძლოა მართალი იყოს. ვიცოდი რომ მცირე დარტყმა მოგადგებოდა როცა არა, მცირე არაფერია, ფაქტებს გაგაცნო და დასკვნები თავად გამოიტანე. AGL-ზე Nancy Grace საშუალო 283,000 მაყურებელი ყავს. მის კონკურენტს ახალი ამბების საღამოს 960,000. ერთი კვირის წინ HLM-მა კეიზი ენტონის სასამართლოს გაშუქება დაიწყო და ნენსის მაყურებლის რიცხვი 1,500,000-მდე გაიზარდა. ახალი ამბების საღამოს კი 460,000-მდე შემცირდა. 5 დღეში მეორედ მეხუთე ადგილზე გადახვედით. მეგონა ამ გმირობის შადენა მარტო ნიუ-იორკის მეტს შეეძლო. კეიზი ენტონის საქმის გაშუქება ვისი იდეა იყო? ჩემი იყო. ჩემი. თქვენ სამს თეატრალური წარმოდგენა უნდა გქონდეთ. არ ხუბრო. ტურნეში გაგიშვებთ. ეს მისი იდეა იყო. მაკენზი უფრო ნათლად არასოდეს დამენახავს მაყურებელი რატომ სად და რატომ წავიდნენ. რატომ ორჯერ თქვი? PBS-ზე მუშაობა თავად არ მაინდომე. NPR-ზეც უარი თქვი, რეიტინგებზე ზრუნვა შენი მოვალეობაა. არა, ეს შენი მოვალეობაა, რეკლამის დამკვეთებთან საქმე შენ გაქვს, მე კი მაყურებელთან მაქვს საქმე. მაყურებლები ახლახან დაკარგე. სულ ესაა. კახა, მე მგონი აი ამ ნაწყვეტშიც ასე ვთქვათ, კარგად ჩანს ეს დილემა, რაზეც ჩვენ საუბრობთ. მოდით დავიწყოთ ესეთი კითხვით, რისგან შედგება ეს რეიტინგი? რა არის ეს ავადმსახსენებელი რეიტინგი? ეს არის დამოკიდებული მხოლოდ რაოდენობაზე, ასე ვთქვათ, რიცხვებზეა ეს დამოკიდებული თუ კიდე არის რაღაცა სხვა მახასიათებლები, რაც მნიშვნელოვანია რეიტინგის დროს? მოკლედ, რისგან შედგება რეიტინგი? კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გარდა, რა თქმა უნდა, რაოდენობა რეიტინგი, მაგრამ არის კიდევ რაღაც მახასიათებლები, რომლებზეც სანამ ამ მახასიათებლებზე დეტალებში შევალთ, რისგან შედგება რეიტინგი, თავიდან დავიწყოთ იმით, რომ გასაგები რომ იყოს ყველასთვის, აი ბაზისი რა არის ამის ხომ, საერთოდ ზოგადად ეს ახალი ამბები იქნება, ახალი ამბების არხი იქნება თუ ჩვეულებრივად საერთო მაუწყებელი იქნება, საერთო ფორმატის ტელევიზია იქნება, სადაც სხვადასხვა ჟანრის გადაცემები არის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამები. ზოგადად აუდიტორია მაყურებელი რისთვის უყურებს ტელევიზორს, ხო? რას ელის მისგან, რა არის, რა მოთხოვნას იქმაყოფილებს. ბატონი იაგო დამეთანხმება ან გამისწორებს თუ შევცდები, რომ ნებისმიერ ქვეყანაში თქვენ კვლევა რო ჩაატაროთ და მაყურებელს კითხოთ, რომ რისთვის უყურებს აი ამ ყოველთვის აი ამ ტელევიზორს.
დაახლოებით მეტნაკლები სხვაობებით და მათ შორის საქართველოშიც ასე იქნება. დაახლოებით 60%-მდე გეტყვით, რომ ისინი გართობისთვის უყურებენ ტელევიზორს. დაახლოებით 30%-მდე გეტყვით, რომ ინფორმირებისთვის უყურებენ ტელევიზორს. და დაახლოებით 10% გეტყვით, რომ შემეცნებისთვის უყურებენ ტელევიზორს. აი ამ ციფრებიდანვე ჩანს, რომ თავად სატელევიზიო, ანუ ტელევიზიის კონცეფცია ძირითადად რომ მას რომ ყავდეს მეტი მაყურებელი, გასართობ ელემენტებს, ანუ თავიანთი პროდუქციის წარმოებისას ისინი გასართობ ელემენტებს ითვალისწინებენ უფრო მეტად, რომ მათ მეტი რეიტინგი აიღონ, რაოდენობრივად მეტი რეიტინგი აიღონ. შესაბამისად, როგორც თქვით, დაახლოებით 30%-ია, რომელიც ინფორმირებისთვის უყურებს ტელევიზორს და ჩვენ ხა საინფორმაციო პროგრამებზე და ისეთ პროგრამებზე გვაქვს საუბარი, ნიუსრუმზე გვაქვს საუბარი, რომელიც ამზადებს ისეთ პროგრამებს, ან საინფორმაციო პროგრამებს, ან ახალ ამბებზე აგებულ პროგრამებს, დიახ. და რომ გადავიდეთ ახლა აი ესეთი პროდუქტის, აი ესეთი პროგრამების რეიტინგზე, რისგან შედგება. რა თქმა უნდა, არის რაოდენობრივი მახასიათებელი პირველ რიგში, რამდენი ადამიანი უყურებს, რაც მეტი ადამიანი, მით უკეთესი და მით მეტია რეიტინგი. მაგრამ არის ასევე პარამეტრი, როდესაც საინფორმაციო პროგრამებზე ვსაუბრობთ, ეს არის სანდოობის რეიტინგი, ხომ, რომელიც არ არის ცხადი, რომ პირდაპირ კავშირშია რაოდენობრივ რეიტინგთან, იმიტომ რომ როგორც თქვით, რომ თუ გასართობი ელემენტებით წარმოებული პროდუქციას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი, შესაძლებელია და დღეს დასავლეთში არსებობს ასეთი ჟანრი, რომელსაც infotainment უწოდებენ, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მაყურებლის მოთხოვნას. აწვის ინფორმაციას და ართობს. ინფორმაციასაც და თან ართობს. ამ თემას ჩვენ კიდე დაუბრუნდებით, აი დათოსთანაც გადავალთ კონკრეტული კითხვის, მაგრამ იქამდე მოდით აი ამ სანდოობის ელემენტზე ვილაპარაკოთ, ხო? და ასევე რამდენად არის, ასე ვთქვათ, ახალი ამბების, ესე იგი, ახალი ამბების დროს ძალიან მნიშვნელოვანია სანდოობის, ასე ვთქვათ, მომენტი თუ ფაქტორი, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად არხის რეიტინგი? კი ბატონო, ესე იგი, ჩვენ აქ უნდა სანდოობაზე გავაკეთოთ აქცენტი, ხო? ორივე მიმართულებით, ორივე მხარეზე ვილაპარაკოთ ამის, მაგრამ რაც შეეხება სანდოობას, ეს რით განსხვავდება ერთმანეთისგან? განსხვავდება იმით, რომ ჯერ ერთი სანდო ახალი ამბების კეთებას ბუნებრივია სანდოა უფრო მეტად ის ამბები, რომელიც ნაკლებად შეიცავს სანახაობრივ და გასართობ ელემენტებს და ამაზე აგებული და უფრო სიღრმისეული მედია სტანდარტებით, ჟურნალისტური სტანდარტებით გაკეთებული პროგრამებია ეს და ასე ვთქვათ იმ ნიუსრუმის პროდუქტია, რომელიც ამ სტანდარტებით მუშაობს, მაგრამ ამას უფრო მეტი დრო ჭირდება ხოლმე როგორც წესი, რომ რეიტინგი აიღო და სანდოობის რეიტინგი დააგროვა, ვიდრე ვთქვათ მეორე ტიპის. ასეთმა ამბავმა, ახალმა ამბებმა შეიძლება არ გაართოს მაყურებელი და ვერ გაართოს. რა თქმა უნდა და თავისთავად ნდობის მოპოვებაც ადვილი არ არის, უცებ არ გენდობა მაყურებელი. ამას დრო სჭირდება, რომ შენ გენდოს, რომ შენ სტაბილურად მას გადამოწმებული ზუსტი ასე ვთქვათ ჟურნალისტური სტანდარტით გაკეთებული ძლავრი კონტრარგუმენტებით გაჯერებული საინფორმაციო პროდუქტები აკეთო. ამას დიდი ხნის განმავლობაში უნდა აკეთოს არხმა, ნიუსრუმმა ეს პროდუქტი, რომ მაყურებლის ნდობა მოიტოპოს. ამიტომ სანდოობა უცებ არ მოდის. ეს დროში ასე ვთქვათ გრძელვადიანი რეიტინგია, სანდოობის რეიტინგი გრძელვადაში აგროვებს ამას არხი და სხვათა შორის ასევე ძნელად შეიძლება მან დაკარგოს. ანუ ეს გარკვეული ბარიერია ხოლმე ამ არხისთვის, დარგისთვის, რომ სხვა კონკურენტი, რომელიც შეიძლება შემოვიდეს, ასე ადვილი არ არის სანდო საინფორმაციო პროგრამიდან მაყურებლის წაყვანა სხვაგან. მანაც უნდა მოიპოვოს იგივე ნდობა, როგორც ამ არხმა, ამ ნიუსრუმმა. ამიტომ ძნელია ხოლმე როგორც წესი შემდგომში. ანუ გრძელვადიანი ეფექტი აქვს. გრძელვადიანი ეფექტი აქვს და შეიძლება, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ სანდოობის რეიტინგი კონდეს მაღალი, ვთქვათ, არხის საინფორმაციო პროგრამას, ის ვერ უწევდეს კონკურენციას სხვა კონკურენტ არხს, რომელსაც რეიტინგი აქვს უფრო მეტად რაოდენობრივი მაღალი, მაგრამ სანდოობა დაბალი, ჩვენ ასეთი არხებიც გვაქვს ჩვენ ბაზარზე და ადვილია რომ ამას შევხედოთ. მაგრამ
სანდოობის რეიტინგი სხვა ღირებულებას ანიჭებს ტელევიზიას, ტელეკომპანიას, როგორც ბიზნესს, როგორც ბრენდს, ანუ სხვა ღირებულებას მატებს მათ, რაც ბუნებრივად განაპირობებს არხის თვითონ რეიტინგის ზრდას. და რა თქმა უნდა, ის რომ არხის რეიტინგი, როცა მაღალია, ყველა მისი პროდუქტის ყურებადობა მაღალია, ესეც თავისთავად პირდაპირ კავშირშია. თუ შეიძლება ჩავერთვები და ამ საკითხთან დაკავშირებით ორიოდე შენიშვნას გავაკეთებ, რასაკვირველია ტელევიზიის არხის ან რომელიმე გადაცემის რეიტინგი შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა პარამეტრით, თქვათ ყურების სიხშირით ან სანდოობით და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი თუ აი თუნდაც ამ ორ პარამეტრს ერთმანეთსგან იზოლირებულად წარმოვადგენთ, მე ვფიქრობ, რომ მათ შორის კავშირია, კერძოდ უყურებენ იმ გადაცემას, ან უყურებენ იმ ტელეარხს, რომელსაც ენდობიან, ასე რომ ნდობა და ყურების სიხშირე კორელაციაშია ერთმანეთთან. ეს ერთი და მეორე რაც მინდა ვთქვა, ეს არის ასე ვთქვათ რეიტინგის გაზომვის სტრატეგია, თუ შეიძლება ასე ითქვას. მე მგონი შეცდომა იქნება თუ ჩვენ ყველა კონკრეტული პროდუქტის, ტელეპროდუქტის ან მედია პროდუქტის შემთხვევაში რეიტინგის მასალად გამოვიყენებთ მთელ საზოგადოებას. ეს ასე არ არის. არის რაღაცა გადაცემები, რომლებიც თავის შინაარსით არის თემატური და მათი რეიტინგი უნდა გაიზომოს, ასე ვთქვათ, სამიზნე ჯგუფებთან მიმართებაში და არის რაღაცა გადაცემები, რომლებიც რაღაცნაირად მთელი საზოგადოების ინტერესს პასუხობს და შესაბამისად შეგვიძლია მათი რეიტინგი მთელი საზოგადოების მასშტაბით გავზომოთ. მაგრამ ხშირად ხვდებით ხოლმე ასეთ სტრატეგიას, რაც მე ვფიქრობ, რომ არ არის გამართლებული, როდესაც ნებისმიერ გადაცემას უყურებენ საყოველთაო მიმღებლობის ან საყოველთაო საზოგადოების საყოველთაო მიმღებლობის თვალსაზრისით, რაც ალბათ შეცდომაა მედია მენეჯმენტის მიმართულებით. დათო, ჩვენ რო საუბრობდით, შენ თქვი ესეთი რამე, რომ ახალი ამბები რაღაც ცალკე კუნძულიაო ზოგადად სატელევიზიო მედიაშიო. რატო არის ცალკე კუნძული და ისევ რო დაუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, რეიტინგების თემას, ხო? როგორ განისაზღვრება ეს, ასე ვთქვათ, რეიტინგის დილემა ამ შემთხვევაში? ცალკე კუნძული ტელეინდუსტრიაში არ არის. ჩემთვის, როგორც გასართობი ტელეინდუსტრიის წარმომადგენლისთვის არის ცალკე კუნძული რა, იმიტომ რომ იმდენად უკვე დივერსიფიცირებულია ტელebiznesi და წარმოება სხვადასხვა ტიპოლოგიის და ჟანრის გადაცემების, რომ ადრე თუ სტერეოტიპულად აღიქმებოდა, რომ ტელევიზია ეს არის ახალი ამბები და პოლიტიკური ток-შოუები და პოლიტიკურ-ანალიტიკური ток-შოუები. ხო, ხერხემალი ეს იყო და კიდე იქ რაღაცა გადაცემები, ეხლა უკვე ესე აღარ არის, პრინციპში აღარც საქართველოში უკვე. შესაბამისად, მე რადგან თავს როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ გასართობ ინდუსტრიაში და ამაში არ გულისხმობ მხოლოდ რაღაცა კომედიურ პროგრამებს, არამედ ეს შეიძლება იყოს რაღაცა ბიზნეს რეალიტი ან სხვა ტიპოლოგიის გადაცემები, ნიუსების განსხვავებული. ამიტომ ამბობ, რომ სერიალები რა თქმა უნდა, ამიტომ ამბობ, რომ ეს არის რაღაცა ცალკე კუნძული ჩემთვის, სადაც ვიღაცეები ცხოვრობენ, რომლებიც რაღაცა ძალიან გვანან ადამიანებს და აკეთებენ ნიუსებს. შესაბამისად, ანუ იმდენად რაღაცა ჩემთვის გამიჯნულია თქო ეს, რომ რაღაცა გადაცურვა მჭირდება. თუმცა აი აქ სწორედ იმაზეა საუბარი, რომ შემოდის ეს გასართობი კომპონენტი ახალ ამბებშიც. გაბრუნებ აი ამ ძალიან გვინახავს ისეთ შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსების ნათქვამები, რომლებიც შემდეგ რაღაცა ნიუსების მთავარი ღერძი გამხდარა, ან ქცევა მათი ძალიან ხშირად იმდენად გასართობია თავისთავად, რომ გასართობ პროგრამებს უჭირთ პირიქით კონკურენციის გაწევა ასეთ შემთხვევებთან. რაც შეეხება როდესაც რეიტინგებზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, რეიტინგი ეს არის ტელebiznesისთვის მთავარი მაუწყებელი ძალა, იმიტომ რომ კომერციული ტელebiznesისთვის კახას მოყვანილი ციფრები რო გავაგრძელოთ, ამერიკაში ჩემი აზრით და ბევრი ამას ამბობს უკვე, რომ სწორედ ამიტომაც შეიქმნა ისეთი ფორმატები, როგორიც არის მაგალითად ჯონ სტიუარტის Daily Show. სადაც შენ შეგიძლია რომ არა მარტო გაიგო ახალი, ანუ ბევრი კვლევით რაღაცა დევიაციაც რო ავიღოთ, რაღაცა 70%-მდე მაყურებლისა, იმიტომ უყურებს ამ ფორმატს, რომ ერთი გაიგოს ახალი, გაიგოს რა, ნიუსები დღეს რა მოხდა გაიგოს და მეორე გაერთოს, იმიტომ რომ იუმორით არის მიწოდებული. ჯეი ლენოსაც იგივე კვლევები ჰქონდა, ლეთერმანსაც და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთი მხრივ რაღაცა fiction, ანუ მხატვრული
ფორმით მიწოდებული ახალი ამბები. სხვადასხვა ის სერიალიც, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, Newsroom-ი. Newsroom-იც სერიალია. ანუ ეს სერიალური წარმოების პროდუქტი, ანუ ხატრული ფორმით მოწოდებული. თუმცა აქ არა, ეს არის ახალი ამბების. უკაცრავად, იაგო, უნდა გაგაწყვეტინოთ, იმიტომ რომ სარეკლამო პაუზა გვაქვს და ზუსტად 1 წუთში დავბრუნდებით ეთერში. ჩვენ ბრუნდებით ეთერში და ვსაუბრობთ მედია სტანდარტებზე და Newsroom-ზე. სწორედ იქ შევწყვიტეთ საუბარი, როდესაც ასე ვთქვათ, იმაზე რამდენად უნდა იყოს ეს გასართობი ელემენტი ზოგადად ახალი ამბების გაშუქებისას და იაგოს უნდა და პატარა კომენტარის პატარა კომენტარს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, ესე იგი, რასაკვირველია, ახალი ამბების არამოწყენადობის მთავარი კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს ის, რომ მასში შევიტანოთ რაც შეიძლება უფრო უხვად გასართობი ელემენტები, ეს მეგონი ცოტა არასერიოზული იქნება. აი იმისთვის რომ ახალი ამბები არ იყოს მოსაწყენი, ეს ამბები უნდა იყოს თავისთავად ახალი საინტერესო და ასე შემდეგ. აი აქაც რა ნაწყვეტით ჩვენ ნახეთ, აქ რაზეა საუბარი, რომ თავისთავად გასართობი ელემენტების შეტანა არა მხოლოდ იმით, რომ რაღაცნაირად შევფუთოთ ეს ახალი ამბები, აქ იყო ეს არის ამბავი, სწორედ ეს რაც ვითარდება ამ სერიაში, რომელიც აიტაცა ყველა ტელევიზიამ და ეს იქცა რამის რეალიტი შოუთ და 24 საათიან რეჟიმში ჩართეს ტელეკომპანიებმა და საუბარია რა დოზით გაშუქდეს ეს ამბავი, იმიტომ რომ მასზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, ხო? არა, ზოგადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო გასართობი ელემენტების შეტანაზე, პირიქით მივესალმები ამას. თუ რაღაცა ქართულ ტელევიზიებს დაუბრუნდებით და ქართულ მედია სივრცეს, აი შემიძლია რაღაცა მაგალითებიც კი დავასახელო. ერთხელ მახსოვს დავით გაბუნიას მიყავდა გადაცემა და საინფორმაციო გადაცემა და მან ხელისუფლებას პოლიტიკოსებს მიმართა, რომ ისრიალეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით არ მოსრიალდეთ. ნუ აი ამ ტიპის, ასე ვთქვათ, ამ ტიპის გასართობი ელემენტების ჩართვას მე მივესალმები საინფორმაციო გადაცემებში, მაგრამ რასაკვირველია, ნიუსები, ჩემი აზრით, არ უნდა გახდეს შოუ და ამ აზრით არ უნდა დაემსგავსოს ის სხვა ტიპის გასართობ გადაცემა. გასაგებია. ერთ კორექტირებას შევიტან, უბრალოდ გიორგი გაბუნია და არა დათო გაბუნია, მაგრამ არა უშავს. დრამატურგია. არა უშავს. კახა რომ დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ კითხვას. რამდენად გვაქვს ჩვენს რეალობაში და შენც გაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ხო? ასე ვთქვათ, ჩართული იყავი ტელეკომპანია მზის, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ მომყავს მაგალითად, ტელეკომპანია მზის, ტელეკომპანია მაესტროს, ტელეკომპანია მეცხრე არხის, ასე ვთქვათ, შექმნაში, მენეჯმენტში და ასე შემდეგ და რამდენად ჩვენს რეალობაში გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არხს ჰქონდეს, ვთქვათ, ძალიან მაღალი სანდოობის მქონე, მაგრამ არარეიტინგული რედაქცია და იგივე პოლიტიკური ток-შოუები. ანუ რამდენად შენი გამოცდილებით, რამდენად არის ეს შესაძლებელი. რამდენად ვახერხებთ ხოლმე ჩვენს რეალობაში ვიყოთ ინსულირებული, ანუ დაცული მფლობელის პოლიტიკური ან კომერციული ინტერესისგან, აი მთავარი, ასე ვთქვათ, კონფლიქტისგან, რაზეც აი ამ სერიაშიც არის საუბარი. რა თქმა უნდა, კონფლიქტი თუ არსებობს, თავიდანვე ამით ვთქვათ, ესე ვთქვათ, ხო, თუ არსებობს კონფლიქტი მფლობელებს, არხის მენეჯმენტს და შესაბამისად, ვინც ქმნის სარედაქციო პოლიტიკას ახალი ამბების და Newsroom-ს შორის, იქ ადრე თუ გვიან ეს შევა ჩიხში და იქ არაფერი არ გამოვა. რაც შეეხება ჩემ გამოცდილებას, ბოლო გამოცდილების გარდა, მეცხრე არხის გამოცდილების გარდა, იქ სულ სხვა кейსი იყო გასაგებია, იმიტომ რომ მისი მფლობელი გახდა უკვე ხელისუფლების წარმომადგენელი და მას შეუქმნა მას პრობლემა ამ არხის და ყველა მიცის საზოგადოება მიცის რატომაც ასე ვთქვათ, რა განვითარებაც პოვა შემდეგ, მაგრამ განსხვავებით წინა ორი кейსი მაგალითი იყო რა, ანუ პრობლემა არის სად? პრობლემა არის იმაში, რომ ერთის მხრივ რეიტინგს მოაქვს რა, რეიტინგს მოაქვს რეკლამა, ხო, შემოსავალი. თუ ეს შემოსავალი მთლიანად არსებული, რაც არის ბაზარზე, არის მწირი და დღეს საქართველოში სარეკლამო ბაზარი არის პატარა და წლების წინ კიდევ უფრო პატარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება კარგი რეიტინგი გქონდეს, რაოდენობრივად ბევრი მაყურებელი გყავდეს, ძალიან რთულია ამ სარეკლამო ბაზრის, პატარა სარეკლამო ბაზრის პირობებში არხის შენახვა. ეს არის ერთი პრობლემა და მეორე პრობლემა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ და ჯერ ერთი
სანდო და კარგი ახალი ამბების კეთებას მაღალკვალიფიციური კადრები ჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა მცდელობა იმისი, რომ თუნდაც იმ მცირე სარეკლამო ბაზრის პირობებში მოხერხებულიყო, რომ ბიზნეს მოდელი შექმნილიყო სატელევიზიო არხის, აქ ჩდება ხოლმე სხვა საკითხი, პოლიტიკური საკითხი, კერძოდ ვთქვათ, ფლობელთა ინტერესის, რადგანაც მედია არის ის ბიზნესი, რომელშიც ხელისუფლებას მუდამ აქვს, ან პოლიტიკას მუდამ აქვს, მოდით ესე ვთქვათ, ჩარევის სურვილი და მორგების სურვილი მის სარედაქციო პოლიტიკის, რატომ? იმიტომ რომ გავლენის მოპოვების ფაქტიურად მედია ახდენს გავლენას თავისთავად პოლიტიკაზე და ამიტომაც ეს სურვილი თავისთავად არსებობს და ხშირად ქმნის ხოლმე ეს პრობლემას, როდესაც ვთქვათ თუ ფლობელს უშტება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, ის ქმნის მერე ვთქვათ სარედაქციო პოლიტიკასთან, აი იმ სარედაქციო პოლიტიკასთან, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკასთან გარკვეულ კონფლიქტს და ეს კონფლიქტი საბოლოო ჯამში მე ჯერ არ ვიცი საქართველოში მაგალითი кейსი იმისი რომ ხო გადალახულია და წარმატებით განხორციელდება. მათ ჩემი აზრით არის ცოტა რაღაცა ისეთი თეორიის მიმდევარი ვარ, რომელზეც კამათი მიწევს ხოლმე რა, რაზეც როცა ლაპარაკობთ მედიის გავლენაზე. ვიკამათოთ. მე როგორც ყველაფერში არის ფიქრის ორი სკოლა და ერთი სკოლა რომელიც მეც ვარ მიმდევარი ეს არის ცოტა ისე რა ქვია ჩემი თეორიული ის რო გავიხსენო უკვე სწავლებები მოკლედ ლაზერფილდის თეორია რომელიც ამბობს რომ limited ანუ როდესაც გახამბობს შეზღუდული ლიმიტირებული გავლენა აქვს მედიას ამომრჩეველზე ამ შემთხვევაში რა როდესაც კახა ამბობს რომ მედია გავლენას ახდენს პოლიტიკაზე აბსოლუტურად მართალია ოღონდ პოლიტიკას იმიტომ აქვს ხოლმე სურვილი მედიაში ჩარევის ხოლმე იმიტომ რომ სტერეოტიპულად და ზედაპირულად გონია რომ ეს არის მედიაში რასაც ვეტყვით ხალხს იმას გააკეთებს კი სინამდვილეში მათ აღქმაში ასეა მათ აღქმაში ასეა და ამიტომაც არის ეს დინამიკა რა რომელიც ამერიკაშიც ასეა რომელიც ანუ ზედაპირული მიდგომაა რომ მედია არის პირდაპირი გავლენის რაღაცა ჰიტლერის პროპაგანდის რაღაცნაირი ნაწილი რომ აი მედიაში თუ რამეს ვეტყვით ყველა იგივეს გააკეთებს სინამდვილეში 60-იან წლებში ჯეიმს კერი იყო და სახელი იმიტომ დამახსოვრდა რომ ჯიმ კერის ის არის სუდი ვარ ხოლმე ხო სახელების დამახსოვრებაში წინასწარი კვლევა გააკეთა არჩევნების წინ რა გავლენას ახდენს მედია და თქვენი აზრით რომელ ადგილზეა ჩემთვის როგორც ამომრჩევლისთვის რა ფაქტორები მოქმედებს ჩემზე არჩევნებში ვის მივცე ხმა იაგოს თუ კახას თუ შორენას მედია არის მე-10 ადგილზე ანუ გავლენის თვალსაზრისით პირველ ადგილზე არის ეგრეთ წოდებული opinion leader მარიამი რო არის ჩემთვის ავტორიტეტი მე რომ ავტომატურად ვისაც მარიამი აძლევს ხმას იმას ვაძლევ მაგრამ პირველი ფაქტორი რაც ჩემზე მოქმედებს ეს არის ჩემი ავტორიტეტი ქურდია ჩემ თვალში თუმცა ძალიან ხშირად ამ ავტორიტეტებს ქმნის მედია ხო ხო და მაგას გეუბნები რომ ირიბია გავლენა თქო ეს არ არის პირდაპირი უბრალოდ მე მივეკუთვნები იმ ნუ საზოგადოებრივი ქვეჯგუფი და ასე შემდეგ ესე რომ გაზარდო და ბოლოში მედი. გასაგებია რომ შეიძლება მედიაში გვყავდეს ჩვენი opinion leaderები და იმათ ვენდობოდეთ პერსონალურად განსაკუთრებით ისეთ პატარა ქვეყნებში როგორც საქართველოა და ყველას ვიცნობთ და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ რა ეხლა რაღაცა დავსერიოზულდი უცებ, მაგრამ ჩემი აზრით ეს დინამიკა სწორედ იმიტომაა საქართველოშიც და ჩინეთშიც და შვედეთშიც და ამერიკაშიც რომ აი ესე ზედაპირულად ჩვენ გვგონია რომ მედიას აქვს პირდაპირი გავლენა ეს ასე ჩემი აზრით არ არის რაც შეეხება იაგოს აზრი რომ გავაგრძელო და დავამთავრებ ლაპარაკს აბსოლუტურად სწორია და თანამედროვე ტენდენციაც ამას გვაჩვენებს რომ თუ არ აკავს სამიზნე აუდიტორია აი ძალიან ხშირად ვიცით ხოლმე რომ აი ესეთი და ესეთი გადაცემა გავაკეთოთ და ხალხს მოეწონებ რა ეს ხალხი რა ვინ არის არაერთგვაროვანია ხო ვინ არის ხალხი ეს ხალხი მაყურებელი შედგება უამრავი შრისაგან და თუ შენ არა გაქვს ამორჩეული შენი გადაცემებისთვის და მე უფრო გამკაცრდები მათ შორის ახალი ამბებისთვის თუ შენ არა გაქვს ამორჩეული კონკრეტული სეგმენტი რომელზეც შენ მუშაობ და ნებისმიერი გადაწყვეტილება მათ შორის ის დილემა რომელიც აქ ამ ნიუსრუმის ამ სერიაში აქვს ხოლმე ჩემი აზრით უნდა ბაზისი
ამ გადაწყვეტილების უნდა იყოს, რომ ვინ არის ჩვენი ტარგეტი, ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია და რამდენად სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება მათთვის. ამერიკაში ჩემი ორი საყვარელი მაგალითია, ეს არის HBO არხი, რომელმაც თქვა, რომ ვაფშე კიდია ჩვენ ახალი ამბები და აი ის კუნძული, რომელზეც წეღარ ვამბობდით და ჩვენი ნიშა არის სერიალები და ფილმები. და ერთი წლის განმავლობაში არ ველოდებით პირდაპირ დანახარჯით პირდაპირ ამონაგებს რა. და დღეს HBO არის ამერიკის ტელეინდუსტრიაში ცნობილი ორი შემთხვევა, როცა საკაბელო არხია. კაბელის პენეტრაციაც ამერიკაში არის 68%. სატელიტები და ორი შემთხვევა ამერიკაში, როდესაც საკაბელო არხს უყურებდა უფრო მეტი მაყურებელი, ვიდრე ბროდკასტ არხს. ეს იყო HBO-ს სოპრანოს სეზონ ფინალური სერია სოპრანოს კლანის და მეორე შემთხვევა ეს იყო კომედი ცენტრალზე, წეგარ ვახსენე ჯონ სტიუარტის გადაცემაში, რომელიც ასევე საკაბელო არხია, რომელიც ვაიაკომმა იყიდა მერე, იქ რომ ბილ კლინტონი ახალგადამდგარი იყო პრეზიდენტობისგან, იქ სტუმრად მივიდა. ანუ საკაბელო არხს, რომელსაც პოტენციურად უფრო ცოტა მაყურებელი ყავს, იდეაში უფრო მეტი მაყურებელი უყურებდა, ვიდრე საერთო სამაუწყებლო არხს. მარიამ, შენ ქონდა კითხვა ზუსტად აი ამაზე, ხო? აუდიტორიასა და ახალი ამბების მიმართ. აზრი რო გავაგრძელოთ, თქვენ ახსენეთ 30%, რომელიც ტელევიზორს უყურებს იმისთვის, რომ მიიღოს ინფორმაცია. აი, რამდენად სამართლიანი და კიდაც ეთიკური გეჩვენებათ საინფორმაციო რეალურად ღირებული ახალი ამბის ჩანაცვლება, გასართობი ახალი ამბით იმ 30%-ის მიმართ და საერთოდ როგორ ფიქრობთ რისთვის მუშაობენ ახალი ამბების ჟურნალისტები? იმისთვის, რომ გაართონ საზოგადოება, თუ იმისთვის, რომ ინფორმირება მოახდინონ ამ საზოგადოებას და გარკვეულწილად რაღაცა გააფრთხილონ კიდევაც ალბათ. ეს მე მგონი იაგოსაც ეხება ეს კითხვა და კარგია თუ უპასუხებ. ბატონო იაგომ წეგან თქვა, რომ გაჩნია როგორ დავითვლით და მიმღებლობა ამ პროდუქტის რომელიც კეთდება, ხო, რომელ სამიზნე აუდიტორიაზე გავთვლით. თუ საუბარია იმაზე, ვინც ინფორმირებისთვის უყურებს ტელევიზორს, ხო? ინფორმაცია უნდა. რა თქმა უნდა, იქ საინფორმაციო საშუალება პირდაპირ კავშირშია რაოდენობასთან. რა თქმა უნდა, ის საინფორმაციო პროგრამა თუ ახალ ამბებზე აგებული პროგრამები, ток-შოუები აიღებენ მათზე რეიტინგს იმ სამიზნე აუდიტორიაზე, რომელსაც შეიძლება სანახაობრივი ან გასართობი ელემენტი აქვს. მაგრამ თუ ჩვენ მთლიან აუდიტორიას წარმოვიდგენთ, სადაც ასევე 60% არსებობს, რომელიც გართობისთვის უყურებს, უკვე გავდივართ უფრო დიდ სამიზნე აუდიტორიაზე და შესაბამისად რაოდენობრივად შეიძლება იმ საინფორმაციო პროგრამებმა და საზოგადოებრივმა პოლიტიკურმა ток-შოუებმა, რომელიც ახალ ამბებზე აგებული და სანახაობრივი ელემენტიც ბევრია, შეიძლება რაოდენობრივად მეტი რეიტინგი აიღოს, ვიდრე აი პირველ შემთხვევაში. იაგო, თუ შეიძლება დაუბრუნდები საკითხს, იმიტომ რომ საკითხი ძალიან მაინტერესებს, რაც აქ წამოიჭრა და დათომი ლაპარაკა ამის შესახებ. მედიის საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბი აი ამ საკითხზე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. კარგია რომ აქ ითქვა რომ ჩვენ ერთმანეთსაგან უნდა განვასხვაოთ მედიის პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენები. აუცილებელია ამ განსხვავების გაკეთება, იმიტომ რომ მედიის არაცნობიერ გავლენებზე ბევრი დაწერილა, ბევრი თქო, ახლა ამაზე სიტყვას არ გავაგზავნებ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ შევაბიჯეთ ახალ და მსოფლიომ კარგახანია შეაბიჯა და ჩვენ შესაძლოა უკვე პირველ ნაბიჯს გადავდგით ამ მიმართულებით, რომ ჩვენ აღარ ცხოვრობთ, ახლა ძალიან არ მინდა თეორიულად გამომივიდეს, მაგრამ აღარ ცხოვრობთ კლასიკური მოდერნიზმის ეპოქაში, ეს არის უფრო რაღაცა თხევადი მოდერნიზმი ან დავარქვათ უნდა პოსტმოდერნიზმი, როდესაც მედიის ფუნქცია აღარ არის უბრალოდ ასახვა საზოგადოებაში არსებული განწყობების, ან იმ რეალობის, რომელშიც ცხოვრობთ, არამედ მედია თავად ქმნის რეალობას. და თუ მედიას აქვს ეს ფუნქცია და რასაკვირველია თანამედროვე საზოგადოებაში მედიას აქვს ეს ფუნქცია, რომ ის ქმნის რეალობას, მაშინ მისი გავლენის მასშტაბი რასაკვირველია იზრდება და ამ შემთხვევაში აი ჩვენ ვლაპარაკობთ მედიის სრულად ახალ ფუნქციაზე და ამ ფუნქციას მე შემიძლია დავარქვა მოთხოვნის წარმოების ფუნქცია. იმიტომ რომ ხშირად ჩვენ საუბრობთ, რომ მედიამ უნდა დაიცვას ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, მან ის პროდუქტი უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, რაზეც მას მოთხოვნა აქვს, მაგრამ ახლა უკვე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ თავად ამ მოთხოვნის წარმოებაც უნდა მოახდინოს მედიამ, ანუ საზოგადოებას უნდა ასწავლოს მედიამ, რაზე გაუჩნდეს მოთხოვნა. ანუ მედიას აქვს უფრო მაღალი დატვირთვა საზოგადოებაში, ვიდრე მხოლოდ რეფლექტორული ფუნქცია საზოგადოებაში არსებული განწყობების. აი ამ ურთიერთობაში, იაგო, სად ჯდება ზოგადად აი ეს ცნება საზოგადოებისთვის საჭირო ახალი ამბავი? ისეთი ახალი ამბავი, რომელიც
პირდაპირ უკავშირდება მის ცხოვრებას და ახდენს გავლენას მის არჩევანზე. გარკვეულწილად მედიას აქვს სიმულაციური ფუნქცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის აჩვენებს საზოგადოებას ისეთ რეალობას, რომელიც მან შექმნა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი საზღვრები, სიმულაციასაც აქვს თავისი საზღვრები. და მე მგონი მთავარი მარკერი ამ შემთხვევაში, რაზეც მედია უნდა გაჩერდეს და რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს, ეს არის ფაქტები, რომლებიც მან უბრალოდ არ უნდა დაამახინჯოს, ესე იგი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფაქტების მიწოდება გახლავთ ის, ასე ვთქვათ, ის ობიექტური მარკერი, რომელმაც მედიის სიმულაციური ფუნქცია უნდა შეზღუდოს. იაგო, დიდი მადლობა. ჩვენ ისევ სარეკლამო პაუზაზე გავდივართ და ცოტა ხანში დავბრუნდებით ეთერში. ბრუნდებით ეთერში და საუბრობთ რეიტინგების დილემაზე და ვიდრე გავაგრძელებთ დისკუსიას, მინდა ვაჩვენოთ კიდევ ერთი ფრაგმენტი ფილმიდან, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, რითაც ჩვენ დავამთავრეთ, ეს არის ჟურნალისტი ცდილობს დაარწმუნოს ახალი ამბების პროდიუსერი, რომ მას დაუთმოს დრო საინფორმაციო გამოშვების პირველ ბლოკში, იმიტომ რომ ის თვლის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავი. ნახოთ სიუჟეტი. მისმინე, თუ მომდევნო 90 წუთში არაფერი შეიცვლება, დოუს ნიშნული 2.5%-ით დაიკლებს. S&P და Nasdaq ალიკი 2.3%-ით. მიზეზი ფლობელი არ ვარ. ახლა არ მძალია. ამას თავს ნუ არიდებ. ამ ხალხს ახლა ვესაუბრე. კომენტარებს მოვსმინე. ლიბერალებისგან არ არის. Wall Street-ელი ტიპები არიან, სოფლიო მათ შესახებ რასაც უნდა ფიქრობდეს, იციან რასაც ამბობენ. მეც ვიცი, ჯეიმი დაიმონი ჩეისიდან ამბობს, რომ სესხის ზღვარი საწევა მორალური კატასტროფა იქნება. ბარკლეის ტიპი ამბობს, დებატები რეალობას მოწყვეტილია. Goldman-დან ჩემი წყარო აცხადებს, თუ რესპუბლიკელები ამ კამათს განაგრძობენ, იმედია მზად შეხვდებიან იმას, რომ დოლარი გლობალური ვალუტა აღარ იქნება. ყურადღება მიაქცია, რომ არ ვთქვამ სესხის ზღვარს თუ აწევენო, თქვა თუ ამ თემაზე კამათს განაგრძობენო. ესეც საკმარისია, უბრალოდ გაურკვევლობა. დოუ დღეს 230 ნიშნულით ამიტომ ჩამოიწევს. ხოლო დებატები, ხოლო ეჭვი. იმის შანსი, რომ უმრავლესობა ქვეყანას ყველაზე დიდ ზარალს მიაყენებს მას შემდეგ, რაც სამხრეთის გასვლამ მილიარდებად შეფასებული ზარალი მოიტანა. სლოუნ მესმის გეფიცები, მაგრამ ამას მესამე ბლოკში ვერ იტყვი. თავს ნუ მაჩვენებ, თითქოს არ იცოდე, რომ უმეტესობა საინფორმაციოს მარტო პირველი აწუწუყურებს. იქნება თან ჯერ პირველი, ეს შენ თვითონ თქვი, დღეს რატომ უნდა გავაშუქო? ეს კვირების წინ უნდა გაგვეშუქებინა. ყოველ საღამოს ამით უნდა დაგვიწყო. დღეს რატომ გავაშუქო? ხალხს დრო ექნებოდა, რომ კონგრესმენთან დაერეკა და ეთქვა. თუ შტატების ხაზინასთან თამაშს დაიწყებ, თანამდებობას დაკარგავ. საოლქო ოფისებში ხალხს სატელეფონო ხაზების გადატვირთვა უნდა მოესწრო. ადამიანს დრო უნდა ჰქონოდა, რომ ეთქვა. მე ფისკალური კონსერვატორი ვარ და ხელყუმბარაში საკეტი უკან უნდა დააბრუნო. მიზეზი ეს არის. რასაც შეძლებ გავაკეთებ. გთხოვ. და მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ახალი ამბავი აქვს, მათ მაინც უწევთ საინფორმაციო გამოშვების დაწყება აი ამ 15 წუთიანი კეისი ანტონის, რომელსაც ძალიან დიდი მოთხოვნა, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ ანგარიში გაუწიონ რეიტინგს და დაიბრუნონ მათ მიერ დაკარგული აუდიტორია. და ეს პირდაპირ არის კავშირში, რითიც მეორე ბლოკი დავამთავრეთ, რომ აი ბატონმა იაგომ თქვა, სადგადის ზღვარი, რომ ფაქტები არ უნდა დამახინჯდეს. ამ მაგალითმა კარგად ჩანს ამ მაგალითზე, რომ ტელევიზიაში მარტო ფაქტს ვერ მოყვები. ის რომ რაღაც აქცია დაეცა 2.5%-ით, ეს არის ფაქტი, მაგრამ შენ რო აქ წერტილი დასვა და აღარ მოყვე, შენ საინტერესო არ იქნები და მაყურებელი არ გიყურებს, ხომ? ეხლა აქციებზე და იმაზე რო არ გავაგრძელოთ, თქვათ, მაყურებელს შეიძლება სხვა მაგალითი მოვიყვანოთ, არც პოლიტიკური, მაგალითად სპორტული, ხო? რამდენიმე თვის წინ იყო თუ არ ვცდები, თქვათ, გერმანიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა 2-0. ეს არის ფაქტი, ხო? ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ამით ხო არ ასრულებს საინფორმაციო მოყოლას, ხო? ეს უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდეს ეს გაგრძელება რამდენი ადამიანიც არის და რამდენი პროდიუსერიც ნიუსრუმში შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, იმიტომ რომ უნდა მოყვე კონტექსტი, უკვე ტელევიზია ითხოვს კონტექსტის მოყოლას. გვაქვს ფაქტი, მაგრამ უნდა მოყვე კონტექსტი. კონტექსტი არის ასეთი, ვთქვათ, შეიძლება ხო, რომ ერთის მხრივ შეიძლება ერთმა ადამიანმა მოყვეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა, ახალი მწვრთნელი ყავდა მას და პირველი თამაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ წააგო 2-0, ძალიან კარგი თამაში იყო და ჩვენმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ მეორე ადამიანმა და მეორე ნიუსრუმმა შეიძლება ესე მოყვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი მწვრთნელი ყავდა, ამათ მაინც არაფერმა არ უშველა და მაინც წააგეს თამაში, ხო? ეს აქცენტი სხვა არის, ეს კონტექსტი სხვა არის, მაგრამ ფაქტი არ დაუმახინჯებიათ. ამიტომ
როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ახალი ამბები არ შეიძლება იყოს სუბიექტური, ამ მაგალითმა აჩვენა და მე მგონი ჩემი მაგალითთანაც ჩანს, რომ ახალი ამბები სუბიექტურია. ის მთავარი არ იყოს მიუკერძოებელი, ანუ ნებისმიერი ახალი მიკერძოებული. ხო, უნდა იყოს მიუკერძოებელი, კი, არ უნდა იყოს მიკერძოებული. ამას განაპირობებს ზუსტად ის, რომ ამბების მოყოლისას შენ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, ნიუსრუმმა მოიყვანოს ყველაზე მძლავრი კონტრარგუმენტები, ისე როგორც ყვება. და ის სწორედ ეს გამორიცხავს, ხო, რაღაცნაირად ნაწილობრივ მაინც აი ამ სუბიექტივიზმს შეფუთვისას ახალი ამბების. მაგრამ არ გამორიცხავს სუბიექტურობას, რაც იყო კიდევაც და თქვენ ნახეთ როგორ ემოციურად ითხოვდა ჟურნალისტი, ხო? იგივე მნიშვნელოვნება, ესეც სუბიექტურია, ხო? ამ ამბავს რა მნიშვნელობა აქვს? სხვა ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობისად ჩათვლის ამას. სწორედ თამთას ქონდა ამაზე შეკითხვა, თუ სწორად მახსოვს. მე მაინტერესებს, რამდენად განაპირობებს პოლიტიკური ნება იმას, რაც დღეს შუქდება დღევანდელ ახალ ამბებში. ანუ ნაკლებად შუქდება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაცია და რამდენად არის პოლიტიკური ნებისგან ეს. თამთას კითხვა ჩვენ მოგვეხმარება, რომ დაუბრუნდეთ ცოტა ჩვენს რეალობას და რაღაცნაირად კონკრეტულად ვიმსჯელოთ სწორედ ამაზე. რამდენად ერთია, რომ თქვათ მფლობელს და მენეჯმენტს, ასე თქვათ, ტელეკომპანიის კონდეს გააზრებული, ხო, ახალი ამბების რაღაცნაირად საჯარო ინტერესი და ახალი ამბების, კარგი ახალი ამბების მნიშვნელობა, მაგრამ მეორეა, რამდენად აქვს ამ მფლობელს, ამდენად აქვს იმის ფუფუნება, რომ აკეთოს სწორედ ესეთი ახალი ამბები, იმიტომ რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს აუდიტორიას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს შემოსავალს და ასე შემდეგ. პირიქით შესაძლოა ესეთი ახალი ამბების რედაქციამ ხელი შეუშალოს, ხო? არხს შემოსავლის მიღებაში. იგივე ჩემი მაგალითიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მქონდა ორი გამოცემა, ხო, ჩვენს მედია სახლს, ერთი იყო ცხელი შოკოლადი, რომელიც იყო მეტნაკლებად აპოლიტიკური გამოცემა და მეორე იყო ლიბერალი. როგორც კი ჩვენ დავიწყეთ ლიბერალის კეთება, ჩვენ უკვე აღვიქმებოდით როგორც რაღაც კრიტიკულად განწყობილ, ასე ვთქვათ, მედია ჯგუფად და შესაბამისად ცხელ შოკოლადშიც, რომელიც არაფერ შუაში არ იყო და აბსოლუტურად ცალკე პროდუქციით იყო, ცალკე სარედაქციო ჯგუფით, ჩვენ დავიწყეთ სარეკლამო შემოსავლები დავკარგეთ, ასე ვთქვათ, როგორც ცხელ შოკოლადში, ისე ლიბერალში, რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით კრიტიკულად განწყობილი, ასე ვთქვათ, აი სისტემის მიმართ რაშიც ცხოვრობდით. შესაბამისად, რამდენად აქვს ფუფუნება, რამდენად გვაქვს ფუფუნება ჩვენ დღეს რომ ვაკეთოთ კარგი ახალი ამბები, სხვადასხვა ტელევიზიებში, სხვადასხვა ფორმატებში, თუნდაც ესეთი კარგი და საინტერესო გასართობი ელემენტებით შეფუთული და მეორე მხრივ ყავდეს შესაბამისი ინვესტორი, ან ყავდეს შესაბამისი შემოსავალი და შეიძლება თუ არა რომ დღეს ესეთი არის თუ არა დღეს ესეთი სატელევიზიო არხი, ვთქვათ, აქვს თუ არა სიცოცხლის შანსი და არსებობის, ასე ვთქვათ, შანსი და პერსპექტივა ჩვენს რეალობაში. დავიწყოთ იმით, რომ დღეს არ არის ეგეთი არხი. ეხლა და შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ არ არის დღეს ესეთი არხი. დღეს ესეთი არ არის, მაგრამ დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ რა სჭირდება, ხო, ამას აქ იყო საკითხი, რომ დღეს არის თუ არა პოლიტიკური ნება. რამდენიმე კომპონენტი ჭირდება იმას, რომ ასეთი არხი არსებობდეს. ერთი, რაც არის მთავარი და აუცილებელი პირობა, არის ზუსტად ის, რომ იყოს პოლიტიკური ნება. დღეს ეს პოლიტიკური ნება არსებობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელი პირობა იმისა, რომ ბიზნეს მოდელზე აწყობილი საინფორმაციო არხი, ან ისეთი არხი, რომელიც სანდო და მოუკიდებელ მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას აწყობს, ამის ნება არსებობს, ამის პირობები, პოლიტიკური გარემო არსებობს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არსებობს თორე ფინანსური გარემო. ხო, საკმარისი არა, აი სერიალიდან თუ ვიყიდით, დონ კიხოტებია საჭირო. დონ კიხოტები რა კუთხით და რა კომპონენტებით? ანუ პირველ რიგში ინვესტორია საჭირო, რომელსაც ბიზნეს ინტერესი აქვს, ანუ ინვესტიცია უნდა გააკეთოს ბიზნეს მიზნებით მედიაში, ტელევიზიაში და შექმნას მან ისეთი სისტემა, სტრუქტურა, ისეთი ბიზნეს მოდელი, რომ დღევანდელ ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ წირია სარეკლამო ბაზარი, ის იყოს მომგებიანი და მოგებაზე ორიენტირებული. ანუ იმ სარედაქციო პოლიტიკით, რაზეც საუბრობთ, მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, შექმნას მოგება, მიიღოს მან მოგება. და მეორე, ასევე აუცილებელი კომპონენტია ის, რაც შენ თქვი, რომ მას კარგად ესმოდეს აი ამ ინვესტორს და იმ მენეჯმენტს, რომელიც შექმნის ამ სარედაქციო პოლიტიკას, რომ რა ღირებულება აქვს ასეთ საინფორმაციო არხს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, დემოკრატიისთვის, აი იმ საკომუნიკაციო პლატფორმისთვის, მედიისთვის, რომელიც
ობიექტური და მიუკერძობელი, რომელიც აუცილებელი პირობაა, რომ აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ძალებმა სწორი კომუნიკაცია განახორციელონ ამ მრჩეველთან. აი ესეთი დამოუკიდებელი პლატფორმა რო შეიქმნას, რომ ამის მნიშვნელობა მას უნდა ესმოდეს. ესე იგი, კახა ამბობს, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს თუ არა შესაბამისი ფინანსური გარემო, არსებობს თუ არა ბაზარი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, იარსებოს. კი, არის რამდენად ასეთ კონტექსტში TV11 კარგი მაგალითი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გასართობი არხი და არ გვაქვს საინფორმაციო გადაცემები. თუმცა ისევ და ისევ დავუბრუნდები მნიშვნელობას ისეთი რაღაცა, როგორც არის სამიზნე აუდიტორია. ჩვენ გვაქვს აი დაუშვათ სტერეოტიპი, დღევანდელი პარადიგმა არის რა, რომ დაუშვათ მე ვარ აი საათების მწარმოებელი კომპანია, ხო? აი საათებს ვაწარმოებ და ვიცი რომ ამ საათი ჩემი ტარგეტი, ჩემი სამიზნე აუდიტორია არის კახა. ანუ კონკრეტული ტარგეტი მყავს ამდენი წლის, ამდენი შემოსავლის, ვიცი რომ უყვარს ესეთი საათები და მოკლედ მე მინდა ეს საათები კახას მივყიდო. ბიუჯეტი, მარკეტინგის ბიუჯეტი მაქვს სიტყვაზე წელიწადში მილიონი და რას უშვები ამ მილიონს თუ საქართველოს ბაზარისთვის მაქვს ეს მილიონი, ხო? ვანაწილებ შეარის მიხედვით, წილის მიხედვით რა, რომელიც აქვს ამ ტელეკომპანიებს. ანუ ეს არის რაღაცა შემთხვევა, როდესაც ვწვდები ყველას, აი ჩვენ ყველას, რიჩი მაგ ყველაზე და მათ შორის კახას. მათ შორის ჩემს კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას. TV11-ის ნაირი პატარა არხები, რომლებიც აგებულები არიან იმაზე, რომ ჩვენი მოგება რაში არის, რომ კომერციული წილის ტელეწილთან შეფარდება, ანუ ეგრეთ წოდებული power ratio გქონდეს მაღალი და არა რეიტინგში შევეჯიბროთ ვიღაცა იმედს და რუსთავიორს და მაესტროს და GDS-ს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ნაცვლად იმის რომ შენ აანთო ნატურა და მიწვდე ყველას მათ შორის შენ სეგმენტს, ჩვენ პატარა არხი გეუბნებით, რომ ხო, ჩვენ ვითვლით სად არის შენი სეგმენტი და ზუსტად იქ გინთავსებთ მაგ რეკლამას, რომ უფრო ადვილად მიწვდე, უფრო იაფად. გარდა ამისა, ასევე ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეგრეთ წოდებული viewership-ის, ანუ ყურებადობის კულტურა არის შეცვლილი. როდესაც რეკლამას ანთავსებ, დაუშვათ ყველაზე რეიტინგული გადაცემის სარეკლამო ბლოკის შუაში. კი GRP-ის ციფრები გაქვს და ეს ამ მონაცემების მიხედვით ანთავსებ, მაგრამ ყველას გვავიწყდება, რომ როდესაც უყურებ გადაცემას და სარეკლამო ბლოკი იწყება, რა არის ჩვენი რეფლექსი? ან გები და გადიხარ და შემოდიხარ ისევ, ხო? ან რთავ სხვაგან და მე თუ ისევ დაგაინტერესა ამ გადაცემა, ისევ უკან რთავ, ხო? მე არ ვამბობ, რომ ტელეკონტენტის მნიშვნელობა ამ ბიზნესში კონტენტი არის მეფე. კონტენტ, ანუ ამ შინაარსის შემქმნელები არიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, მაგრამ მიწოდების ფორმა რადგან იცვლება, ჩემი აზრით რეკლამის განაწილების ფორმაც შესაბამისად შეიძლება. ანუ შენ ამბობ, რომ სეგმენტაცია უნდა მოხდეს სატელევიზიო მედიის აუდიტორიების მიხედვით და მხოლოდ ესე შეიძლება გრადი რაღაცნაირ ბიზნეს მოდელების შექმნა. გასაგებია. იაგო, სად გვტოვებს ეს ყველაფერი ჩვენ მაყურებელს, რომელსაც გვინდა ყველაფერთან ერთად, თქვათ, მივიღოთ საჭირო და მნიშვნელოვანი ახალი ამბები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამაზე მოთხოვნა. ორიოდე სიტყვით ვიტყვი მედიის პოლიტიკური ანგაჟირებულობის შესახებ, რომელიც მუდმივი პრობლემაა პოსტსაბჭოთა საქართველოს თუ შეიძლება ასე ითქვას. აქ ჩემთვის პასუხი არის ძალიან მარტივი, ესე იგი, მედიის ანგაჟირებულობა, პოლიტიკური ანგაჟირებულობა იკლებს ან მინიმიზაცია ხდება ამისი საზოგადოების ღიაობის შესაბამისად. ეს რამდენად ავტორიტარულ ან რამდენად დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ ჩვენ. ვცხოვრობთ ამ თვალსაზრისით მართლა ტრანზიტულ საზოგადოებაში, სადაც რაღაცებს ვსწავლობთ, რაღაცა გამოცდილება გროვდება, პოზიტიური გამოცდილება და ამ მიმართულებით პოლიტიკური ანგაჟირებულობის მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია ქართულმა საზოგადოებამ. ოღონდ რასაკვირველია ეს პირდაპირ პროპორციულად არ აისახება მედია კონტენტის ან მედიის შინაარსის ხარისხზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენ არ გვისაუბრია ამის შესახებ და საუცებად უნდა გავითვალისწინოთ პროფესიონალიზმი, ანუ სწავლება მედიის სფეროში. და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი ძლიერი მედია სკოლები საქართველოში სამწუხაროდ, რამდენად ჟურნალისტებისგან მესმის და რამდენად ჟურნალისტების მუშაობის ვთქვათ შინაარსის შეფასება მე შემიძლია არ აქვს ასე რომ პროფესიონალიზმსაც უნდა მიექცეს ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას. ძალიან მოკლედ რომ ვუპასუხოთ რაღაცნაირად შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა თქვენთან ერთად. კახა არსებობს დღეს, აი ძალიან მოკლედ რომ გავცეთ ამ კითხვას პასუხი, საშუალება იმისა, რომ იარსებოს
ახალი ამბების, კარგი ახალი ამბების მატარებელმა ტელევიზიამ ჩვენს ბაზარზე. რა თქმა უნდა არსებობს. არსებობს. ამის რესურსი დღეს უკვე არის სარეკლამო ბაზარზე, დაახლოებით $50 მილიონი წლიური სარეკლამო ბაზარი, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი და ამის რესურსი არსებობს. რატო არსებობს ამის რესურსი, როგორ ფიქრობ? როგორც მიუხედავად რომ ცალკე კუნძულია ეს ახალი ამბები და ხელს გვიშლის ხანდა. თუმცა ამ ბიზნეს მოდელის ნაწილია და შესაბამისად არსებობს თუ სწორად მოხდება განსაზღვრა პრიორიტეტების და გადაწყვეტილებების ამ ბაზაზე მიიღება. ეს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ერთი ტელეარხის წარმატებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ერთი გადაცემა წარმატებულია, ეს არ ნიშნავს არხის წარმატებას და პირიქით. ეს არის ერთობლიობა იმ გადაცემებისა, შეფუთვისა და ასე შემდეგ, რომელსაც მოაქვს საერთო შემოსავალი და არა, როგორც ამბობენ ხოლმე, რომ ამ გადაცემაში ამდენს დავხარჯავ და ამდენს თუ პირდაპირ არ ამოვიღებ, უიმე ეს გადაცემა რა თქმა. გასაგებია. მაგრამ ეს შანსები გაიზრდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სარეკლამო ბაზარი მზარდია, მაგრამ ერთადერთი პრობლემა რჩება, დიდ პრობლემას რჩება ბატონმა იაგომ რაც თქვა, პროფესიონალიზმი აუწყობს თუ არა ამას ფელს, რომ მოხერხდეს ასეთი არხის შექმნა და რეალიზაცია. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მე მგონი ოპტიმისტურ ნოტაზე და რამდენი დაგვჭა საქმეები. და ოპტიმისტურ ნოტაზე ვამთავრებთ. მე მგონი რომ შესაძლებლობები არსებობს, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილება რაზეც კახამაც ისაუბრა, ამბობს იმას, რომ ესეთი პრინციპში წარმატებული кейსი არ გქონია, ხო, წარმატებული შემთხვევა, როდესაც არხს აქვს თან მაღალი სანდოობა და ის ასევე არის სიცოცხლის უნარიანი, მაგრამ იმედია, რომ ესეთი წარმატებული кейსები, წარმატებული მაგალითი ჩვენ სატელევიზიო მედიაში და არა მხოლოდ სატელევიზიო მედიაში გაჩნდება. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, გადაცემაში სტუმრობისთვის. მედია სტანდარტი კი ერთ კვირაში დაგიბრუნდებათ. დიდი მადლობა.